მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ტროლებმა და ბოტებმა გაიმარჯვენ ჩემზე. რას იზამ, ავიგე ვიდეო სადაც ცეკვავარ. და იქ ერთი ქალბატონი ჩანდა ქართველი და იმდენი ატერორენ, რომ თხოვა და ავიგე. მე მინდა სხვათა შორის ახლა და ისე ტროლები და ბოტებო იქ რომ იწერ ხალ. ეგიო. განახეთი სურათი ვისთან გადაიგე? თუ შექმნი ემიგრაც. აი თქვენი დედა მოვტყან მე თქვენი და იმეს ვაგინოთ მერე და ისევე დაატერორო და დააბულინგოთ, მიტომ უნდა განახოთ. დეიჯერებ, არ დეიჯერებ თქვენი დედაც მოვტყან. დიახაც რო ხვდები ემიგრანტებს, დიახაც რო ხვალ კიდევ მიდივარ სხვა ქალაქში და შევხვდები ემიგრანტებს, დიახაც რო პატარა ხანში წავარ და შევხვდები ლიეში ემიგრანტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვერ შემაჩერებთ მე თქვენი გინების, არ მეშინია, ვინ ჩემი ფეხები ხართ, ბიჭო თქვენ ხართ არარაობები. არც საგშლით, არც გიპასუხებ, არც მეშინია, არც თავს დავანებებ. და ახლა მინდა მოწოდება გავაკეთო ემიგრანტებზე. მაგ ინფორმაციები და ბევრს მოუყოლია თუ როგორ აშინებენ, თუ როგორ აბულინგებენ ადამიანებს, ემიგრანტებს და რამდენიმე ადამიანს უკვე ვთხოვე და ერთად მუშაობთ ამ თემაზე, ვამზადებ წერის ბელგიის პრემიერ-მინისტრის სახელზე და მინდა მოუწოდო რა. და მინდა უთხრა, რომ შენი მოქალაქეებს საქართველოდან ვიღაცა ტიპები, არარაობები უქმნიან იმ სიტუაციას და აბულინგებენ და აშინებენ. და ახლა მე ამ წერილს დავწერ და გავაგზავნე, მაგრამ მას შედეგი არ მოყობა, თუ კი იქ არ იქნება ფაქტები მოყვანილი. თუ იქ არ იქნება ფაქტი მოყვანილი, სახელილა გვარით, რომ აი მე ვარ ბელგიის მოქალაქე, მაძიებელი ვარ თავშესაფრის, რა მნიშვნელობა აქვს, ბელგიას უკვე შენზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული და მაბულინგებენ, მიმაშობიან, მაშინებენ, ცოლშვილით, ბიძაშვილით, დეიდაშვილით, საყვარელი ადამიანებით, მეგობრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი ფაქტები თუ გააქვთ, ვისაც გააქვთ და ვიცი რომ გააქვთ, გთხოვთ რომ მომაწოდოთ. კონფიდენციალურობა იქნება დაცული, რა თქმა უნდა, ამას ბელგიის სახელმწიფო არ გათქვავს და რა თქმა უნდა, არც მე არ ვიტყვი, არცათო გიგლა მითხრა ეს თუ იმანვე, ვიღაცამ სილიბისტრო. არა აქვს მნიშვნელობა. თავარია ვიბრძოლოთ. თავარია ეს როგორ უნდა შევარჩინოთ. ადამიანებს, რომელსაც ბოღმა აღჭობთ, არ უხარიათ სხვა ადამიანის ბედნიერება და აიყო ცეკვავდი მე თქვენი დედა მოვტყარ, რა ვშობოდი ამნაირს. აი ბოღმა გახჭობთ, თქვენ უბედურებო თქვენ. ბოღმა გახჭობთ, ბიჭო. მეტი ვინ სიკვდილი ხართ, ბიჭო, თქვენ ვინ რას წარმოადგენთ? თქვენი მოძულე, კაცმოძულე დედა მოვტყანს ყველასი. ვინ ჩემი ფეხები ხართ, ბიჭო, თქვენ მე როგორ უნდა შემაშინოთ და ამაღებიოთ ხელი ბრძოლაზე. გთხოვთ, ემიგრაციაში ყოფო ადამიანებო. ვინს განიცდით ასეთ ბულინგებს, ვისაც გაშინებენ, დამიკავშირდით, მოვიყვანოთ წერილებში ფაქტები და მივაწოდოთ ბელგიის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს და უთხრათ, რა შობით, ერთი ვერ გევიგე რა. მოქალაქეობა თუ მიეცი, ან თუ ჯეიბარე, კეთილი ინებე და დაიცავი მისი უბლებები. კეთილი ინებე და დაიცავი, ვინ სიკვდილია, ვიღაც ტროლები და ყობახიძე და დამოტყლული, ვინ სიკვდილია, ბოლო, იმან აბულინგოს ბელგიაში და საფრანგეთში ხალხი. ვინ სიკვდილია?